გაგიჟებული ვარ, დასასვენებლად წასვლა მინდა და რასაც ვაკვირდები, საზღვარგარეთ უფრო იაფად დავისვენებ ვიდრე საქართველოში. ხო, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთში ამ ზაფხულს 2500 ლარად შეიძლება დაისვენო 4-5 ვარსკვლავიან all inclusive სასტუმროში, ერთი კვირით ბათუმში კი ამ ფასად ალბათ მხოლოდ სასტუმროს თუ აიღებ. თან იქ ფრენა, კვება, ტრანსფერი, უფასო სასმელები, ყველაფერი შედის. ჩვენთან კი ცალკე უნდა იხადო და ახვალ ალბათ ერთი ადამიანი 3-4 ლარამდე პირობებს და ამიც აღარ ვატრი. და რატო ხდება ეს? თურქეთის შემთხვევაში რამდენიმე მიზეზია. იქ ძალიან ბევრი დიდი სასტუმროა, ჩვენთან კი თითზე ჩამოსაცვლელი, ანუ მიწოდება ჭარბია და აკმაყოფილებს მოთხოვნას. ასევე რაც უფრო დიდია სასტუმრო, მით უფრო ნაკლები უждდება ერთი სტუმრის მომსახურება და დანახარჯი ნაკლები აქვს. თან სეზონი იქ რამდენიმე თვეს გრძელდება, ჩვენთან კი მხოლოდ 2 თვეს და ბიზნეს უნდა რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს ამ პერიოდში. შესაბამისად მარჟებიც მაღალია. და ამ ორ თვეშიც ყველას ერთად გვინდა დასვენება და მოთხოვნაც ალბათ იზრდება. ძაბრის ეფექტი ქვია ამას. ადგილობრივ დამსვენებლებს ტურისტების ემატებიან და მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. სასტუმრომ იცის, რომ შენ თუ არ გადაიხდი გაზრდილ ფასს, რიგში კიდევ 10 ადამიანია, ვინც მზად არის ეს ფასი გადაიხადოს. სასტუმროების სიმცირის და მაღალი მოთხოვნის გამო წელიწადის სხვა დროსაც, არა მხოლოდ სეზონზე, საქართველოში დასვენება შეიძლება ევროპაზე უფრო ძვირი დაგვიჯდეს. და ამასთან ერთად ხარისხიც ხო ძალიან განსხვავდება. ეგ კიდევ ცალკეა ფასი ხარისხის ბალანსი, ანუ რას იხდი და რას იღებ სანაცვლოდ. როცა საზღვარგარეთ მიდიხარ, ეცნობი ახალ კულტურას, ადამიანებს, სამზარეულოს, რა თქმა უნდა, თუ დასვენება იგივე ან უფრო ნაკლები გიждდება, უცხოეთში წახვალ. ალბათ საქართველოში შეიძლება იაფად დასვენება, მაგრამ სექტემბერში სამსახურში დაბრუნებული ხვდები, რომ დასვენება თავიდან გჭირდება. გეთახვები მაგაში და იცი კიდე რა მაინტერესებს?